დილა მშვიდობისა საქართველო. მოგესალმებით ყველას. ესე იგი ყველაზე ცუდ ხედზე დავჯექი. წინა მხარეს ულამაზესი ხედები მაქვს, მაგრამ მზეა. ძალიან ცხელა. ასე რომ ჩრდილის მხარეს ჩამოვჯექი და სანამ ავასწავლებ, ცოტა ხანი მინდა გესაუბროთ და მე ვფიქრობ დღეს ზღვაზე წავიდე. ხო. დღეს ზღვაზე წავალ. მოკლედ ვიცი რომ ძალიან გავზარმაცდი, დიდი ხანია თქვენთვის ვიდეოები არ ჩამიწერია. და ესე მოვაბრუნებ ამ კამერას. ესე იგი წელსაც იტალიაში ვარ. რაღაცნაირად თითქოს ტრადიციად იქცა უკვე ყოველ წელს იტალიაში ჩამოსვლა. იმედი მაქვს მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან შემაყვარა იტალიამ თავი და უკვე ხვდები რომ ძალიან ბევრი იტალიური სიტყვები ვისწავლე, ესე ვთქვათ, და რაღაცები მესმის რომ საუბრობენ. ხო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მომავალ წელსაც ჩამოვალ. შარშან ხო ვიყავით 19 დღით, შარშან ვიყავით მე და ანი. წელს ვართ მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილი და წელს ვართ ერთი თვით. მოკლედ წლევანდელი ზაფხული არის ჩემთვის მოგზაურობის ზაფხული. და აი ჩემი მიზნები ნელ-ნელა ხდება რა, რაც კი რა მიზანიც ერთი წლის წინ დავისახე, უკვე თითქოს ერთ ზაფხულში მოხდა ყველაფერი რა. იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა მოგზაურობა. და შარშანდელი ზაფხულის შემდეგ რა, ძალიან შემიყვარდა მოგზაურობა და წელს ზაფხულს 4 ქვეყანას მოვივლი. სომხეთში ხო ვიყავი. რამდენი 9 დღით მე მგონი. იტალიაში ხო ვარ ახლა ერთი თვით. იტალიიდან რო წავალ საქართველოში, დაახლოებით ერთ კვირაში მივდივარ ბუდაპეშტში. 3 დღე ვრჩები ბუდაპეშტში დასათვალიერებლად. მერე მივდივარ რუმინეთში 10 დღით. რუმინეთში მივდივარ ოღონდ ერასმუსის პროექტით. ეს არ არის მხოლოდ სამოგზაურო პროექტი, ეს არის საგანმანათლებლო. მაგრამ ძალიან შემიყვარდა ერასმუსის პროექტები, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა ესე ვთქვათ ბიუჯეტურად იმოგზაურონ, გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანები, მათი კულტურა, ტრადიციები, წესჩვეულებები, ადათები და ასე შემდეგ რა. და ასევე რაც ყველაზე მთავარია, მიიღონ ახალი ინფორმაცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ახალი ცოდნა მიიღონ და გააზიარონ, ესე ვთქვათ, და ასევე ინგლისურის ძალიან კარგი პრაქტიკაა თუ თეორიაა ეს. ვეღარ ვისწავლე რომელი პრაქტიკაა და რომელი თეორია. ორივე რა. ოღონდ ცოტა ზედმეტად ბევრი ვიქნებით ამ პროექტში. ანუ ნახეთ, ძალიან ბევრ ხალხში ყოფნა არ მიყვარს რა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, რთულია ესე მოკლე პერიოდში ყველას დაუახლოვდე და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბო რა. ეხლა მაგალითად სომხეთის პროექტში ვიყავით რამდენი? 5 ვიყავით საქართველოდან და 21 ვიყავით სულ და ეხლა ამ პროექტში ვიქნებით დაახლოებით 30. იმ 21-თან სხვათა შორის თითქმის ყველასთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე ბოლო პერიოდში, მაგრამ მაინც რთულია რა ესე მოკლე პერიოდში ყველასთან კარგი ურთიერთობის დამყარება. 8 მივდივართ 4 ქვეყნიდან.
საქართველოდანაც მივდივართ 8. ესე იგი წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ 3 დღე შეგვიძლია მოგცეთო თავისუფალი, ანუ ბილეთებს თვითონ ხო ანაზღაურებენ, ჯერ ჩვენ ვყიდულობთ სამგზავრო ბილეთებს და პროექტის შემდეგ, როდესაც უკვე ყველაფერი წარმატებით დასრულდება, გინაზღაურებენ თანხას 3 თვის პერიოდში, ესე ვთქვათ. და ცოტა ძალიან ზემა ჭყიდებს და ვერ უყურებ კამერას კარგად. და ეს რა ქვია, გვითხრეს, რომ 3 დღე შეგიძლიათო დარჩეთო ქვეყნის მოსანახულებლათო. თუ სურვილი გექნებათო, ოღონდ თქვენი ხარჯებით, რა თქმა უნდა, იქ პროექტის პერიოდში იქ ყველაფერი კვება, მგზავრობა, ტრანსპორტი, ყველაფერი ანაზღაურებადია. სასტუმრო უბრალოდ ის დამატებითი 3 დღე თუ გექნებათო სურვილი, რომ ქვეყნის მოსანახულებლად დარჩეთო, თქვენი ხარჯებით უნდა დარჩეთო. გადავწყვიტეთ ბუდაპეშტი, იმიტომ რომ პირდაპირ ფრენები რუმინეთში არ არის. მოვიძიეთ ინფორმაცია, ერთადერთი ახალი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ფრენებს პირდაპირ თბილისიდან რუმინეთში. ოღონდ ძალიან ბევრი წერსო, რომ არასანდო კომპანიაა, ხშირად ფრენებს აუქმნებსო და ასე შემდეგ. მოკლედ პრობლემები რომ თავიდან აგვერიდებინა, გადავწყვიტეთ ქუთაისიდან ბუდაპეშტში გადავფრენილიყავით და ბუდაპეშტიდან გეგმაში გვქონდა მატარებლით ან ავტობუსით წასვლა რუმინეთში. მაგრამ გვჭირდებოდა ბუდაპეშტიდან დაახლოებით 11-12 საათი. ასე რომ ბუდაპეშტიდანაც ავიღეთ ფრენა და მივფრინავთ ტარგუ მურესში. 9 საათის გზაზეა ჩვენი პროექტის, სადაც სტარდება იმ ადგილიდან. 3 დღე უნდა დავრჩეთ ბუდაპეშტში, ოღონდ ყველა მონაწილე არა. 8 ვართ მე მგონი და 6 ვრჩებით ბუდაპეშტში. დანარჩენები პირდაპირ 9-ში ჩამოდიან, ჩვენ მივდივართ 6-ში. და აი ძალიან გამიხარდა თავიდან რომ ესე ბუდაპეშტზე დაიწყო საუბარი, რომ წარმომადგენელმა გითხრა, რომ თუ გადაწყვეტო 3 დღით დარჩენასო, რუმინეთის დათვალიერებასო, მე გირჩევდითო, რომ ბუდაპეშტში ბევრად უფრო მეტი სანახაობებიაო და ბევრად უფრო ისიამოვნებთო და მეთქი ვაიმე როგორ მინდოდა დამოუკიდებლად წასვლა ბუდაპეშტში თქო, რაღაცა სასწაულად მომწონს ეგ ქვეყანა თქო და ძალიან გამიხარდა, რომ აი საშუალება მომეცემა თქო და მიხარია, რომ ბუდაპეშტში მივდივართ. ოღონდ ასევე განვიცდი იმას, რომ აი არ ვიცი, როგორც კი მოვისტუმრებ ამ იტალიას, ბუდაპეშტს, რუმინეთს, ეგრევე უნდა მოვეწყო თბილისში ისევ და როგორღაც აი არ გამომდის და საერთოდ არ მეხერხება ფულის მოგროვება. მაგრამ როგორღაც უნდა შევძლო, რომ შემდეგი პროექტისთვის უკვე გქონდეს, ანუ ნახეთ რას გულისხმობ, როდესაც უკვე შემდეგ პროექტში ამირჩევენ, მინდოდა რომ შემეძლოს თქვა, რომ ჩემი ხარჯებით მივდივარ რა. ანუ ძალიან ცოტა ისეთი სიტყვა, ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ მომიწევს თქვა, ძალიან მეწოდება დედა ჩემი, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრს გვახარჯავს, ესე ვთქვათ. ხო და ისევ ჩვენ გვაკლდება რა. მართალია იტალიაში, ანუ თავისი სურვილი იყო ჩვენი იტალიაში წამოყვანა, ესე ვთქვათ, მაგრამ სხვა დანარჩენს რაც შეეხება სომხეთის პროექტიც დედაჩემმა დამიფინანსა, რუმინეთი, ბუდაპეშტში, აქაც ბევრი გვეხარჯება, ეხა გინდა არ გინდა ბილეთები, მგზავრობა, ყოველდღე წასვლა, მოსვლა, ჭამასმა, ესა, აქაც ბევრი გვეხარჯება, ჯერ კიდევ დრო წინ გვაქვს და პლუს ამას ბუდაპეშტი, რუმინეთი, ესე იგი ჯერჯერობით გადავიხადე რამდენი
750 დაახლოებით 800 ლარამდე გადავიხადე ორივე ბილეთებში. ეგეც 8 კილოიანი ხელბარგი ავიღე რა მარტო. იმიტომ რომ სხვა ყველა მონაწილეებმა თითქმის კი არა და ყველამ პრიორიტეტი ბარგი აიღეს რა, იმიტომ რომ 12-13 დღე არ არის მარტივი 8 კილოში ჩაატიო ყველაფერი. ხო და მე ავიღე 8 კილოიანი ბარგი, იმიტომ რომ ნახეთ ქუთაისი ბუდაპეშტში 108 ლარს ამატებდა, ბუდაპეშტი ქუთაისში კიდე დამატებით 108 ლარს ამატებდა და იქეთ ბუდაპეშტი ტარგუმურესში კიდე თითქმის ბილეთის ფასს ამატებდა რა. ერთი 10 კილოიანი ბარგის გამო და მეთქი როგორღაც ჩავეტევი 8 კილოში და მეყოფა თქო რა, ვიმყოფინებ თქო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩაცმა და პროექტიც მაგ იმაზშია რა, სტილშია, რომ აი მაგ თემის პროექტი ტარდება, რომ როგორ ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე ძველ ტანსაცმელს, როგორ ავირიდოთ თავიდან ტანსაცმელის ნაგავსაყრელზე მოხვედრა, აი როგორ განვაახლოთ სტილთან და მოდასთან დაკავშირებული ის არის პროექტი და ახლა ჩაცმა მე ძალიან მიყვარს და სულ ჩატენვაზე ვარ ხოლმე რა, რომ რაც შეიძლება მეტი წავიღო, მაგრამ როგორღაც ჩავეტევი. ესე იგი ჩვენი მოგზაურობა ცოტა ძალიან საკმაოდ რთულად დაიწყო, იმიტომ რომ ისე როგორც ჩემებს ჰქონდათ გეგმები დალაგებული, ისე არ გამოვიდა. ცალკე უნდა გვექირავა ბინა, იქ უნდა ვყოფილიყავით 1 თვის მანძილზე, მაგრამ ამ ბინის ქირაობა არ გამოვიდა სამწუხაროდ და აქ ძალიან რთულია, ეს არის პატარა ქალაქია რა და 3 თვე არის ძალიან გადაჭედილი ტურისტული ქალაქია და თუ საბუთი არ გაქვს, თუ რამოდენიმე თვით ადრე არ აკეთებ ჯავშანს, ამ პერიოდში ვერ იქირავებ ბინას. ძალიან რთულია ბინის ქირაობა უსაბუთოებისთვის და წინასწარ თუ არ აკეთებ ჯავშანს და სასტუმრო გადაცვალე 70 € დღეში რო დარჩე. ხო და ესე ვერაფრით ვერ ვიქირავეთ ბინა. 3 დღე მოკლედ ძალიან ისე ვიყავით რა. არ მინდა ეხა მაგაზე საუბარი, მაგრამ დაღლილები, ნამგზავრები და კიდე 4-5 საათი რო გძინავს მარტო და დილას რო გიწევს ადგე და მთელი დღე ქუჩაში რო გიწევს სიარული და საღამოს ისევ რო სახლში შეპარვით შედიხარ და ეგეთ სიტუაციაში ვიყავით რა. მაგრამ მადლობა ღმერთს დავლაგდით. ძლივს როგორც იქნა დავჯექი გუშინ თქვენთვის 2 ვიდეო დავამონტაჟე და 1 ვიდეო YouTube-მა დამიბლოკა. იმიტომ რომ სიმღერები ისმის. მე თვითონ დავადე სიმღერა და დამადო კოპირაიტი. ეხლა შესაძლებელი მაქვს ეგ სიმღერა, სხვა სიმღერა უნდა დავადო და ხელახლა ავტვირთო. რა ვქნა, ეგეთი წესები აქვს YouTube-ს. რა გავაკეთო? არ ვიცი როგორ ადებენ ამდენ მელოდიებს და ამდენ სიმღერებს და რაღაცებს იუთუბერები, მაგრამ მაგათმა იციან რა. რომელი სიმღერა დაშვებულია, რომელი დაუშვებელია, მაგათმა ალბათ იციან, თორე ეგრე ვერ დაადებდნენ. ესე იგი, ჩემ ტელეფონს აქვს საშინელი პრობლემა მიკროფონის და როდესაც ქუჩაში გავდივარ, არასდროს მიკროფონი არ გამაქვს. ეხლა დარწმუნებული ვარ, კარგად ისმის ჩემი ხმა, მაგრამ მიკროფონი რო არ მეკეთოს ძალიან რაღაცნაირად აი რო თიშავ და რო რთავ ვიდეოს მაშინ შრიშინებს ძალიან ზედმეტად. და არ ვიცი რატო, გუშინ საღამოსაც გადავიღე რაღაცები, პატარ-პატარა კადრები. ძალიან ბევრი თუ არა აქვე ჩაგისვავთ.
გუშინ ვიყავით გასული ტექნიკის მაღაზიაში. და როგორც კი გადავხედე კამერების სექციას, ეგრევე თვალში მომხვდა DJI Osmo Pocket 3. და მეთქი დროზე კითხეთ რა ღირს. ანუ ძალიან დიდი ხანია უკვე ყიდვა მინდა რა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და ჩემით ვერ. ხო და ზუმერში რამდენი მომიწევს ხოლმე შევლა, ჩამოული გვერდს ხო იცი, ფუტკარი რო რაღაცა ტკბილს ნახავს და რო დაბზუის კრუხში რო დატრიალებს, ეგრე ჩამოული გვერდს, აუ რა კაია, აუ როგორ მინდა ვიტყვი და გამოვდივარ უკან ხელცარიელი. ხო და ეხლა აქ რო ნახე კამერა, მეთქი ეგრევე დროზე იკითხეთ რა ღირს თქო რა, მაინტერესებდა ფასში რამდენი სხვაობა იყო. 360 € ღირდა. და გადაამოწმა კომპიუტერში და 300 € შემიძლია რომ გაგატანოთო. 300 € არის ხალხო 900 ლარი. და საქართველოში ზუსტად ეგ კამერა ღირს 1500 ლარი. ანუ 600 ლარია სხვაობა, თითქმის ნახევარი. ძალიან გამიკვირდა. მეთქი ძალიან მორიდებით, მაგრამ ეგრევე დედაჩემს მივწერე რომ მეთქი დედა 600 ლარია სხვაობა, ბევრად უფრო იაფია. მაგრამ ნუ ეხა ვერ შევეხვეწები რა. ანუ ვიცი რომ ძალიან რო ვთხოვო და ძალიან რო ტვინი გაუბურყო მიყიდის, მაგრამ მე თვითონ არ მიშვებს ჩემი სინდისი. ისედაც იმდენს მახარჯავს და იმდენ პატივს მცემს რომ ეხა კიდე მაგას ვერ მოვთხოვ. მაგრამ მეცოდინება რომ აქ ბევრად უფრო იაფია და საქართველოში რო წავალ, აი თუ მართლა მინდა როგორღაც მოვახერხებრო, თანხა მოვაგროვო და გადავდო და მე დედაჩემს უთხრა რომ აი ფული მაქვს და მიყიდე და გამომიგზავნე. არა და ეხლა ძალიან კარგად გამოვიყენებდი ეხლა იტალიაში, ბუდაპეშტში, რუმინეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაგის დროც მოვა რა. ანუ მე არ ვაპირებ გაჩერებას და კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანას მოვივლი. ასე რომ მაგ კამერა ეხა თუ არა, მერეც როცა იქნება, მერეც გამომადგება ესე ვთქვათ. ძალიან გამიკვირდა ხალხო 900 ლარი ღირს ქართულ ფულზე 300 € და საქართველოში ღირს 1500 ლარი. ოღონდ მაგის გარდა არის ეს რა ქვია, როცა მაგ კამერას ყიდულობ, კომბოც უნდა იყიდო რა. ანუ კომბოს ეძახიან თავისი სამაგრი მოყვება, თავისი მიკროფონი, დასაყენებელი, ნუ რაღაცები მოყვება ცალკე რა, ჩასადები, რო ისე მარტივად, ანუ რო დაგივარდეს და არ გაგიტყდეს თქვათ და კომბო კიდე ცალკე ფასი ღირს რა. ანუ 2000 ლარი ღირს საქართველოში ეხა ყველა ფრიანად რო იყიდო და აქ ალბათ 100 € დაემატება. არც მიკითხი აქვთ თუ არა. დღეს არ ვიცი რა დღეა, მაგრამ კვირას ყველა ერთად წავედით ზღვაზე. ოღონდ წავედით კაი სანაპიროზე. დილას გავყევით ავტობუსს, ჩამოვედით. მერე ფეხით ვიარეთ ძალიან ბევრი ნაპირზე. გადაღებული მაქვს ვიდეოები, ატვირთული მაქვს უკვე და მივედით კარგ სანაპიროზე. მივედით და რა ვიცი, ვჭამეთ, ვიბანავეთ. კაი ხანი გავჩერდით და დედაჩემი წავიდა ადრე. იმიტომ რომ 7-ზე სამსახურში უნდა ყოფილიყო და ესეთ რაღაცას გვეუბნება, რომ ესაო რა ქვია, გვიან ავტობუსები არ იქნება, კვირა დღეს ზოგადად არაფერი არ მუშაობს, ავტობუსებიც არ ვიცი, ანუ ღამის საათებში არ მუშაობს და ესაო რა ქვია, თქვენო რას იზავთო, რითი წამოხვალთო მერეო რა, ანუ
დარჩენა გვინდოდა, რომ კაფე ბარში გადავსულიყავით და ცოტა იქ გვესიამოვნა და თქვენო რითი წამოხვალთო აქეთო და ესე ვთქვათ დეიდა ჩემმა ჩაგვაწერია ტაქსისტის ნომერი და გეგმაში ვქონდა ესეთი რაღაც, რომ დაახლოებით 11 საათამდე გავჩერებულიყავით და მე ტაქსისტვის დაგვერეკა და ტაქსი მოგვაკითხავდა, ტაქსით წამოვსულიყავით. გავერთეთ ვისიამოვნეთ, ლუდები დავლიეთ, იქ ვითამაშეთ რაღაცა. ხო და ამასობაში მოვიდა 9 საათი. ხამის 9 საათი და გადავწყვიტეთ, რომ უკვე წავიდეთ რა. და სადაც ჩვენ ვართ, იქედან არის 10 კილომეტრი ოსტუნამდე. ვურეკავთ ტაქსისტს და არ გვპასუხობს. თურმე ეს ტაქსიც კვირა დღეს არ მუშაობს. საერთოდ არავის არ გაგვახსენდა, რომ კვირა დღე იყო, ავტობუსები რო არ იქნებოდა, ტაქსი რო არ მოგვაკითხავდა, რა ვქნათ და სხვა რა გზა გვაქვს, გადავწყვიტეთ ფეხით წამოსვლა. ვის აღარ დაურეკეთ, იქ მაკამ თავის უფროს დაურეკა, იმან მუშაობო, ვერ გამოვალო. ტაქსი არ გვაკითხავს და სხვა რა გზა გვაქვს, გადავწყვიტეთ ფეხით წასვლა. თან ჩანთები გვაკიდია, 3 ჩანთა გვეკიდა. მეთქი რა პრობლემა ავტობანზე რო გავალთ, ვიღაცა გაგვიჩერებს თქო რა, იქ ისეთი გზებია, ვიღაცა როგორ არ გაგვიჩერებს თქო რა. დაახლოებით 300 მანქანამ ჩაგვიარა და არც ერთს ყურადღება არ გამოუხატია და საქართველოში დარწმუნებული ვარ, სულ რო 5 კაცი იჯდეს. ანუ თვითონ საბარგულში გადავლენ, ბაგაჟნიკში ჩაეტენებიან და ჩვენ ჩაგვისვავენ, რომ ქუჩაში ეგრე არ დავტოვონ. ჩვენ ვიარეთ ხალხო, თან როგორ გზებზე იცით, აი 2 მანქანა რო მოპირისპირე მანქანა რო პირისპირო ჩამოივლის მანქანები და 2 მანქანა რო ერთად გვერდს ვერ აგივლის, ისეთ გზებზე ვიარეთ. და 10 კილომეტრი. ხამე სიბნელე იყო მთელ გზაზე, მე თვალებმა მიეჩვია, რომ ხაზზე სწორად გვევლო. ერთმანეთს მაგრამ ამხნევებდით, ხამღეროდით, ხან რაღაცა ლაპარაკობდით. ერთმანეთს მაგრამ ამხნევებდით, თან არ იყო ის ფაქტი, რომ ანუ არ წუწუნებდით და ვაი დედა და რამ წამოგვიყვანა და სახში რა ჩაგვიყვანს, ანუ უკვე ვიცოდით რა, რომ რადგან ამ გზას შეუდექით, ანუ ბოლომდე უნდა გაგვეგრძელებინა და სიმწრის სიცილი გვქონდა, ესე ვთქვათ და გზაში ვართოვდით ერთმანეთს. 9-ზე გამოვედით და 12-ზე ზუსტად ოსტონში ვიყავით ცენტრში. ვიდეოს ხო ვიღებდი გარეთ და ის რა ქვია, ტელეფონი გადახურდაო და გათიშა თავისით. ხო. არა, სიცხე ხოა გარეთ და იმიტომ მაცივარს უკაშუნდა ჩადო ზღვაზე რო ძალიან გადახურდაო და ვიდეო გათიშა. გაიგე? მაცივარს უკაშუნდა ჩადო. ხო, ზღვაზე კი. Con quello caldo pure il cellulare non funziona.